მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, იმიტომ რომ სხვა არ ვიცი რანაირად თქვა. ვიწყებთ ტურნირს, რომელსაც გეგმავდი ერთი კვირა და ბევრი სხვა რაღაც გავიარე მაგის პერიოდში, კაი არ ვიტყვი ჩემს არაფერს. და პირველი რაუნდი გვაქვს, ეხლა ვიტყვი ვინ არის ეს ხალხი, ეს არის ნიკოლოზ გულიაძე, ეს არის ელენა სილაგავა და ვიწყებთ პირველ რაუნდს. დამტკიცეს რაუნდით ვიწყებთ. და პირველი კატეგორია, იმედი მაგ ძართული არ არის, არის ამერიკის შტატები. რამდენი შეგიძლიათ თქვა შენი აზრით? რამდენი შემიძლია თქვა 30 წამში ხსნა. 30 წამში რამდენი შემიძლია თქვა? 10. 11. შეგიძლიათ თქვა 11, შეგიძლიათ დამტკიცე უთხრა, მაგრამ რაც კიდე ისქენი. 11. 13. 14. 16. დამტკიცე. Okay, ვიწყებთ. ელენა, ეხლა ჩავთვალ ტაიმერს. ინგლისურად თქვა ხო? თუ გინდა, ეხლა ინგლისურად არის ისიც რავი. No, doesn't matter. დავიწყებ. 1, 2, 3. Oregon, Washington, New York, Pennsylvania, Ohio, Indiana, Illinois, Mississippi, Minnesota, Missouri, Louisiana, Texas, New Mexico, Arizona, Nevada, Nebraska, Oklahoma. Okay, done. ერთი ქულა ელენა. შემდეგი კატეგორია არის ნატოს წევრები და შენგან დავიწყებ, იმიტომ რომ 5. 6. 7. მე ვიცი ბევრი კაი დამტკიცე. Okay, ვიწყებ ორ წამი ჯერ გეტყვი. 7. Okay, აბა ნიკოლოზი თუ დასახლებს 7 ნატოს წევრს. 1, 2, 3. ამერიკა, ინგლისი, არა. კაი ჩაგითვლი. საფრანგეთი, გერმანია, იტალია. Okay. რამდენია? 5. ო, თქვი ყველა? კიდე 2 ერთად თქვი. 2? 4 არ თქვი თუ? 5 თქვი. რამდენი თქვი ჭამოთ? ელენას მეორე ქულა. რა მოხდა? 5 თქვა, 7 ვიზავა და 5 თქვა. მეგონა 5. It's not looking good, babe. შემდეგი და შენთვის წერით კარგია, სადაც მიდიხარ მაგისთან დაკავშირებით. გერმანელი ისტორიული ფიგურები არის შემდეგი კატეგორია. ვისაც აქვს Wikipedia page ყველა და მკვდარია, ეგ ყველა იქნება ისტორიის ფიგურა. დაიწყე. რამდენი შეგიძლია? 1, okay. 4. Okay. ისტორიული ფიგურა. კაი. დამტკიცე. Okay, მიდიხარ. რამდენი თქვა? 4. Okay, დავიწყე, ორ წამი დავიწყე. 1, 2, 3. ჰიტლერი, ფონ პაპენი, კიდე ჰიმლერი Okay. და პაულუს. Okay, nice. ქულა ნიკოლას დაასახელა 4 და ისეთები თქვა რომ გონია რომ უფრო მეტი შეეძლო. კუნძულები არის შემდეგი კატეგორია. მე ვიწევ? ხო, შენ არა, ნიკოლას თქვი, რამდენი? 3, ახლა. Okay, შენ რა შეგვიძლია? 4. 5. დამტკიცე. ნიკოლას მე დამტკიცეს და უნდა თქვას 5 კუნძული. Okay. 1, 2, 3. დაიწყე რა. არაფერი. დავჭედა ვრაზე მეტად. ვერ ვამბობ. ერთ ქულა ჯავწე. გაგდრო ჯერ ამის გამო არ მინდა რომ გაწოლო, მაგრამ გაგვშვიდით 6 წამი უკვე. ამოიწურეთ რომ ელენეს აქვს მესამე ქულა 3-1 პირველი რაუნდი შევა ელენე.
ჭედა რა. Next, წინ დავკან. დავიწყოთ. პირველი კატეგორია და მე ვცდილობ უფრო ხმაურიანი ვიყო. არის პოლიტიკური რევოლუციები. საფრანგეთის რევოლუცია. ვარდების რევოლუცია. როდის დავიწყოთ? ვიწყებ უკვე. ცივი ომი, ითვლება? არა, ვაიმე, პირველი სტრაიკი. პოლიტიკურად. ოკეი. ინგლისის რევოლუცია. ოკეი, იგი ითვლება სახელმწიფოებრივი რეკმერი ჩაგითვლი. სამხალხო. მაზაო, უბრალოდ კაი დრო გაქვს ჯერ. მართლა არ ვიცი. კაი დრო ჯერ 3 4 5 მეორე სტრაიკი. იქ ნიდერლანდების რევოლუცია იქ ესპანეთთან რო ჰქონდათ. ჩავთვლი მაგას, კაი. ოღონ სხვანაირი სახელი აქვს ასევე, მაგრამ კაი რევოლუცია ითვლება. კაი. კაი რაც კიდე კითხება. მაგაზე მე რეკითხოც არის, მაგრამ მაგას ნამდვილად მიიღო. მიდი. მაზა ორწო კაი ერთად. კიდე არტა კაი. თან ნელა ხო არ ვთვლი ისო. ნიკას ერთი ქულა, 3 სტრაიკი ელენას. შემდეგი კატეგორია. ხაითუ. არა. შემდეგი კატეგორია. ისტორიული ფიგურები, რომლის გვარი იწყება S-ით. S-ი. შენ განვიწყებთ. გაჩერდი. ასე მკვდარი არ არის, მსგავ არ გადის. მკვდარი არ არის? ხო, დამატებით ეს არის, ძალიან მარტივი ისტორიული ფიგურა არის, ვისაც ვიკიპედიის page აქვს და მკვდარია. აჰა. მიდი. S-ზე ვიწყება? ხო, ჯერ მიკათი ვიწყებ. S-ზე გვარი? ხო, მიკაი გათლოს ვიწყებ. 1. პირველი სტრაიკი. გალანა. ეჭრა. ერთი. ორი. სამი. ოთხი ხა. პირველი სტრაიკი. სტოლიპინი. კარგია, შემდეგი. სტოლიპინი თქვა. ოკეი, ჯერ ვიწყებ ათლას. ერთი. ორი. სამი. ოთხი. მეორე სტრაიკი. მოიცა ჯეიმს სტიუარტი. ეგ ვინ არის? ხო, კი, მოგენ მეფეა. მეფეა, ხო. მიდი. ხუთი მესამე სტრაიკი ელენეს და ნიკოლას მეორე ქულა. 3-3. ოკეი, შემდეგი იმედი მაქვს უფრო მარტივია. ქვეყნები, რომლებიც აღარ არსებობენ, და ისევ შენ განვიწყებ. პირველი სტრაიკი. ბიზანტია. კარგი, კი, გადის ეგეთ რაღაცები გადის, ყველაფერი გადის. ოკეი, კონტაქტი დავიწყოთ. მაზაო, კაი, 2 წამი, 1 წამი, დრო გაქვს. მაინც დროს მოგცემ. მეორე სტრაიკი. ასურეთი. კარგი. ყველაფერი შეიძლება. ოკეი. მესამე სტრაიკი ელენეს და 4-3 ნიკოლოზი. სალადი. ვინ ვარ მეს რაუნდზე ვართ? ვიძახი ისტორიულ ფიგურას. ჯერ ვიძახი ისტორიულ, ვიძახი მინიშნებ და გამოიცნოთ. არანაირი ბონუს ქულა არ არის ადრე და იმაზე, მაგრამ ესენი გაქვთ, ვინც პირველი დაიწყო, დაწესდა თუ გინდა, დააჭირა. ოკეი, ნაის. პირველი მინიშნება. ვარ გერმანელი. მეორე მინიშნება და ეს ცოტა სისხლიანი, მაგრამ დაუგლე. ძალიან მიყვარდა ფილმები და კინო. მესამე მინიშნება. მე თავიდან ვიყავი ნაცისტური პარტიის მემარცხენე ფრთის მხარდამჭერი. მეოთხე. თავი მოვიკალე 1945 წლის 1 მაისს. მეხუთე. ვიყავი ჩემი ქვეყნის პროპაგანდის მინისტრი. ვინმე ეცეთებით გამოსნებას. დააჭირე, უნდა დააჭირე. როდის მოიკლა თავი? კარგი. თავი მოვიკალე 1945 წლის 1 მაისს.
აჭერ თუ არ აჭერ? მიდერდი ძია. შეაჭერ. ბოლო შანსი 10-მდე დავიფრინდე თუ არ დააჭირეთ. 10 9 8 7 6 5 4 3 2 1 არავის არ ეწერება ხოლმე და სწორი პასუხი იყო იოსებ გებელსი. იოსებ გებელსი. 0 ქულა. შემდეგი ისტორიული ფიგურა. ვიყავი 203 სანტიმეტრი სიმაღლეში. დავიბადე მე-17 საუკუნეში. ვაწამებინე და მოვაკვლევინე ჩემი შვილი. ვარ რუსი. ჩემს სახელზე გადარქმეულ ქალაქს მიუცი დედაქალაქის სტატუსი. პეტრე პირველი. სწორი პასუხი ნიკოლოზ ქულა. პეტრე პირველი. 5-3. ოკეი, შემდეგი ფიგურა. ვიყავი გენერალი. პირველი მსოფლიო ომის ბოლო მე ომის პატიმრად გავატარე. დავუპირისპირდი ჩემ მენტორს მეორე მსოფლიო ომის დროს. არ მოვწონდი ფრანკლინ რუზველტს. პარიზის საერთაშორისო აეროპორტი ჩემს სახელს ატარებს. ხახნა, ნუ აძლევთ მინიშნება ხო? თუ იმ გაიგო მაინც ნახარო. დააკლიკე თუ ვინ. შარლ დე გოლი. სწორია. Next. დავიბადე მე-19 საუკუნის ბოლოს. ვიყავი საბჭოთა ატომური იარაღის პროექტის ლიდერი. თუ ეს მართლა გეტყვით, როდესაც გინდ იმდენჯერ დააჭერთ, ანუ ეხად შეგიძლია დააჭერთ უბრალოდ ბევრი საერთოდ ვიყავი სტალინის ჰიმლერი. მეკეთა სათვალე. სიკვდილით დამშევეს 1953 წელს. რაზეც ატომური ბომბის რა? პროექტის ლიდერი იყო, ატომური იარაღის პროექტის ლიდერი იყო საბჭოთა კავშირში. ოპენჰაიმერი? საბჭოთა კავშირში, არა, კატეგორიული. ნიკა. არ ვიცი არა. მაზა. ნოლი ქულა, სწორი პასუხი იყო ლავრენტი ბერია. ლავრენტი ბერია. არ მოსავლიჯე. ეგრე ფიქრობ და მე რომ მოხვალთ ნახოთ. Next. მე ვიყავი მენტალურად არასტაბილური. უკვე აკეთებ არა? არა. ვიყავი იმპერატორი. ჩემი რეალური სახელით არ ვარ მეცნობილი. მე მომკლეს ახალი წელთაღრიცხვით 41 წელს. არსებობს ლეგენდა რომ მე ვცადე ჩემი ცხენი სენატორად დამესახელებინა. სახე დავაის ჩანდა. ანტონიუსი? არა. კაგინულა. შენ გაქრამ პასუხი? ცადე მაინც. გავაფუჭეთ. ოქტავიანი? არა. სწორი პასუხი ნოლი ქულა და სწორი პასუხი იყო კალიგულა. კალიგულა. აი და გადავიდით ბოლო რაუნდზე. ელენე სილაგავა. შენი დრო იწყება 1 2 3. რომელ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი გერმანიამ პირველ მსოფლიო ომის შემდეგ? პას თუ გინდა? პას. ვერსალი. რომელ პაპმა დაიწყო პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა? პაპმა დაიწყო, მიუწოდა. კონსტანტინე? არა, ურბან მეორე. რა ერქვა პირველ ქართულ დამწერლობას? თუ გინდა პას თუ ასომთავრული. რომა სარდინელმა პრემიერ-მინისტრმა გააერთიანა იტალია? პას. კაური. რომელიც ცნობილი მუსიკოსი მოკლეს 1980 წელს? 1980 წელს. პას მაინც ლენონი. რისი აბრევიაცია არის ნაციზმი? პას. ნაციონალური სოციალიზმი. ვინ შემოიღო ჰელიოცენტრიზმის სერიოზულ იდეად მე-16 საუკუნეში? პას. კოპერნიკი. რომელი გერმანული შტატი გააუქმეს მოკავშირეებმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ? პას. პრუსია. ვინ იყო გაერთიანებული საქართველოს ბოლო მეფე? ჯობია რომ პასტ გქონდა. პასი, კაი. გიორგი მერო, რა ერქვა რუმინეთის ბოლო მეფეს, ამაზე რაც კიდე ისქენ პასტ. ჯობია. მიქაელი. რომაც ცნობილმა ბოქსიორმა თქვა უარი ვიეტნამის ომში მონაწილეობაზე?
ცნობილი ბოქსერი. ამოიწურა დრო და ნიკას არ ვფრა ვეთქვი. ყველანი გამომხრა. ეხლა ლეონი Okay. Okay, ნიკა არ გეტყვი არაფერს, არ გეტყვი რამდენი ქულა აიღო ელენე, იმიტომ რომ ნიშნულოვანია ეგ. და გადავდივართ ნიკოლას ბლიაძის შემთხვევაში, არ ჯერ არც ამიქერეს იდიოტობა. მე ნახევსა ეს. ხო, face-ის ან პაროლი მითხარი, მაგრამ პაროლებს ხარ მეუბნებიან ხო და. Okay. ესე იგი ნიკა, ვიწყებთ შენ რაუნდს. იმედია რომ ვერ გაიგე წინაზე. არა. 1 ამის გაყურები. Okay. 1 2 3. არა კაცო. კაი. ნუ ფაკ 1 2 3. რომ ახალში კლუბს მოაწერა ხელი გერმანიამ პირველ მსოფლიო ომის შემდეგ. პირველ სოფლიოს შემდეგ ხო. კაპიტულაციას. ხო, მაგრამ რომელს? რა ერქვა ხალში კლუბს? კომპიანის. აი, სხვა ვერსალი. რომელ პაპმა დაიწყო პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა? რა? პაპა ურბან მეორე. ისტორია. რა ერქვა პირველ ქართულ დამწერლობას? თუ გინდა პასტვი ისე თუ რაღაცა. ასომთავრული. რომა სარდინოვა პრემიერ-მინისტრმა გაერთიანა იტალია. იტალია კაურმა. ისტორია. რომელიც ცნობილი მუსიკოსი მოკლეს 1980 წელს? პას. ლენონი. რისი აბრივიაცია არის ნაციზმი? ნაციზმი? პას. ნაციონალური სოციალიზმი. ვიცი. ვინ შემოიღო ჰელიოცენტრიზმის სერიოზულ იდეად მე-16 საუკუნეში? პას. კოპერნიკი. რომელი გერმანიის შტატი გააუქმეს მოკავშირეებმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ? შტატი. რამდენი ზეა ეს? პას. პრუსია. ვინ იყო გაერთიანებული საქართველოს ბოლო მეფე? სოლომონ მეორე. არა, გაერთიანებული გიორგი მეორე. რა ერქვა რუმინეთის ბოლო მეფეს? რუმინეთის ბოლო მეფეს რა ერქვა? პას. მიქაელი, რომელმა ცნობილმა ბოქსიორმა თქვა უარი ვიეტნამის ომში მონაწილეობაზე? მუჰამედა. ისტორია. რომელმა ცნობილმა ფილოსოფოსმა თქვა ღმერთი მკვდარია, რადგანაც დავიწყე დავასრულებ, ვინ თქვა რომელმაც ცნობილმა ფილოსოფოსმა თქვა ღმერთი მკვდარია? ეს არის ბოლო კითხვა. პას? ნიცშე. Так. შემიძლია ვთქვა პას ესა ვის აქ რამდენი ქულა? ელენე სილაგავას აქვს 3 ქულა, ნიკოლას ბლიაძეს აქვს 10 ქულა მგონი, ნუ ან 9 ან 10 და ნიკოლას ბლიაძე არის მე-4 ფინალში.